მე იმას ვიტყვი, რომ განათლების მინისტრები, რომლებიც აქამდე ყავდათ, რაღაც დოზით, რაღაც საინტერესო კარგ ინიციატივებს ანხორციელებდნენ და არანაირი ხელშეშლა არ ჰქონდათ, მაგრამ ეხლა ამ ბოლო მინისტრის პირობებში მთლად აირია მონასტერი, იმიტომ რომ ინიციატივას გამოთქვამს და ეს ინიციატივა ბოლომდე ვერ მიყავს, ვერ ასოდეს. აი თუნდაც ბავშვთა ფორმებთან დაკავშირებით. აი მე ეხლახან ჩამოვედი და არანაირი წვდომა არ მქონდა, აი გავიგე ეს ყველაფერი, დიდი მადლობა რომ სრულად გამაცანით. საქართველოში უკვე 2 წელია სხვადასხვა სკოლები რეაბილიტაციას ელოდება და ბავშვები სხვა სკოლებში გადადის და აი ასეთ პირობებში რომ კანონმდებლობას მიიღებ რომ 45 წუთი უნდა იყოს აი ასეთ სკოლებში სწავლა აი ამან გამოიწვია რომ რაღაც დროებითი ასე დავარქმევ კონტეინერები ხო სადაც საკლასო ოთახები განთავსდება და ანუ ამ ეს სკოლები როდესაც დემონტაჟი გაუკეთეს, ამაში ფული დაიხარჯა. მის ასაშენებლად ფული იყო გამოყოფილი საქართველოს ბიუჯეტიდან და ის ფული ისე გაქრა და ისე დაშალეს და აგურზე არ დაუდიათ და ეხლა კიდევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ კონტეინერებისთვის, რომელიც შემდეგ ცოტა ხანში უსარგებლო იქნება, იმიტომ რომ სკოლას ავაშენებთ და ეს კონტეინერები და რამდენი მილიონი არის გამოყოფილი, რო შემახსენოთ? 22 მილიონი ნახევარი. აი 22 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიდის რაღაც კონტეინერების შეძენისთვის, რომელიც თუ მოასწრებენ და აშენებენ, შემდეგ რაში უნდა გამოვიყენოთ ეს კონტეინერები? ნუ რა თქმა უნდა რაღაცა დანიშნულებას მაინც მისცემენ ამ ყველაფერს, მაგრამ ესე რაღაც ყველაფერი არიო, დარიო, ქაოსი გამოიწვიო, ცოტა არ იყოს მეტი მდგრადობა და სტაბილურობა გჭირდებოდა მასწავლებლებსაც, მოსწავლეებსაც, საგანმანათლებლო სივრცეს და ეხლა სტაბილურობა კი არა, თლად ქარიშხალი გამოიწვია და აირია მონასტერი და აი როდის დალაგდება ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს ჩვენზე. ეხლა ზუსტად ეხლა მოვდიოდი და სახლში მოვდიოდი და აი მაშინ გავიგე ინფორმაცია რომ მარტო პირველ კლასელები ჩაიცვამს ფორმას თურმე და სხვა კლასები აი სექტემბერში, ნოემბერში, ოქტომბრამდე, 1 დეკემბრამდე თურმე პირველიდან მე-6 კლასს უკვე მიეწოდება ფორმა. და ნახეთ რა ხდება, პირველ კლასელები კარგი ფორმას იყიდის, მაგრამ მეორე კლასელები, მესამე კლასელები, მე-4 კლასელები სექტემბერში, ოქტომბერში უნდა წავიდნენ სკოლაში, ანუ მშობელს ორმოგი თანხა უჯდება ამ ფორმების ჯერ ერთი რომ ეხლა ხო უნდა წავიდნენ და რაღაც ბავშვს ახალი ხო უნდა უყიდონ და შემდეგ როცა უყიდიან და უკვე სამინისტრო მზად იქნება ფორმებზე, კიდევ დამატებით ახალი ფორმები უნდა შეიძინონ და ისე უნდა გამოცხადდნენ სკოლა. ანუ ამ ინიციატივამ უფრო მეტი გასაჭირი შეუქმნა ჩვენ მოსწავლეებს და მათ მშობლებს და ბატონ მინისტრს მართლა მინდა უთხრა რომ ჩამოვიდეს რეგიონებში მართლა შეხვდნენ ამ ხალხს როგორი სოციუმიდანაა ჩვენი მოსწავლეები აი როგორი მშობლები გვყავს იცით აი მთელი დღე რომ მუშაობენ და ბოლოს რომ მოდიან სახლში ხელში არაფერი არ აქვს აი ასეთი მშობლების შვილებს ვასწავლით ჩვენ მასწავლებლები და ყველანაირად ვცდილობთ რომ დავეხმაროთ და რამდენი მასწავლებელი საქართველოში თავის მოსწავლეს თითქოს სტიპენდიას უნიშნავს და ყოველთვიურად რაღაც 100 ლარს იმეტებს თავის ხელფასიდან და აი ასეთ მშობელს ასე გასაჭირში რომ კიდევ იმას ეუბნები რომ ამდენი თვეა გამოაცხადა რომ ფორმები იქნება და გაიხსნა ის პუნქტები სადაც ფორმას იყიდი და ეხლა გებულობთ რომ თურმე მარტო კლასელებისთვის არის ფორმა და შემდეგ დროთა განმავლობაში დეკემბერი რო ჩაივლის უკვე ყველას ექნება ფორმა. მაგრამ დეკემბრამდე ტანსაცმელი ხო უნდა ჩავაცვათ და მშობელმა ხო უნდა იყიდოს ეს ტანსაცმელი. ანუ ორმაგი თანხა დაუჯდა მშობელს თავისი შვილის გაშვება სკოლაში.
ამ სასწავლო წელს. და ძალიან დასანანია, რომ რაღაც აი ასეთ შენობების მე დავარქმევდი რაღაც კონტეინერების გამართვაზე კიდევ მადლობები უნდა გადავიხადოთ, რომ 22 მილიონს ხარჯავს ბიუჯეტიდან განათლების სამინისტრო და კიდევ ნახეთ რა უნდა ვთქვათ, რომ ნახეთ რა მაგრა რაღაცა აი რაღაც პრობლემების როგორი რეაგირება მოახდინა და როგორი პრევენცია მოახდინა, კიდევ მადლობას იხდის და ვერ გადავხდით, თორემ ნამდვილად ვიცით დაფასება, ნამდვილად ვიცით აღიარება, როდესაც ძალიან კარგი რამ მოხდება, აი ვაღიარებთ იმას, რომ ბატიაშვილის დროს, თუნდაც ბატიაშვილის დროს მასწავლებლების პრემია გაიცა და უმტკივნეულად იქნა მასწავლებლები, რომლებსაც უკვე აღარ შეეძლოთ, მაგრამ სხვა საშუალება არ ჰქონდათ, რომ რაღაც შემოსავალი ჰქონდათ, 2 წლიანი პრემიები გასცა სამინისტრომ და მასწავლებლებიც დაფასებულად წავიდა სკოლიდან და მოვიდა ახალი სისხლი და ეს ყველაფერი ისე ერთი პრობლემაც კი არ შეუქმნია. ანუ იქ იყო ირინა აბულაძე, იქ იყო ბატიაშვილი მინისტრი, რომელმაც ერთი პრობლემაც კი არ ყოფილა არსად. რაიმე არ გამოუწვევია და ყველამ ვაღიარეთ. და იყო მინისტრები, რომლებიც კარგი ინიციატივებს ნამდვილად ვაფასებთ და ვაღიარებთ და ნამდვილად არ ვართ უმადური ადამიანები, მაგრამ მსგავსი რაც ახლა ხდება, მსგავსია არასოდეს მე კი არა ჩემზე უფრო ასაკოვან მასწავლებლებს არ უნახია. აი ჩუმად მიდის საუბრები უკვე სკოლაში და უკვე ზღვარს გადავიდა ეს ყველაფერი და ძალიან სამწუხაროა, რომ აი განათლების მინისტრი არ ვიცი თავისი ინიციატივებით არის, არ ვიცი ზევიდან მოდის და ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა ეუბნება ამას. თუ ასე არის და მას არ აქვს დამოუკიდებლობა, ჯობია გადადგეს და მის გზას ეწიოს, კაცო, არაჩვეულებრივი კარგი კომპეტენციები გააჩნია, მაგრამ რატო უნდა შეიწიროს თავისი ავტორიტეტი აი ვიღაცების რაღაც სხვადასხვა გაურკვეველ ინიციატივებს, რომელი ინიციატივებიც სულ არ ჭირდება განათლების სისტემას. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონო